ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავიხილოთ სირიაში მიმდინარე ბრძოლები და ძალიან სერიოზული დაძაბულობა. ამის შესახებ პრინციპში ძალიან ბევრმა მთხოვა კომენტარებში, რომ განახლება გავაკეთო. გეტყვით, რომ სირიასთან დაკავშირებით განახლებას არ ვაკეთებდი, რადგან ველოდებოდი გარკვეულ განვითარებას, რომ უკვე სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ და იყოს მნიშვნელოვანი სიახლეები. ეს ზოგადად ჩვენი მუშაობის სტრატეგია იქნება, რომ მხოლოდ იმ დროს გავაკეთებ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ახალ ვიდეოს, რომელიც, ასე ვთქვათ, განგრძობადი ხასიათის ვიდეოების შინაარსს შეიცავს, აი როგორც სირიის შემთხვევაში ახლა როცა ვადებნებ თვალყურს მთელ ამ განვითარებას, როცა იქნება გარკვეული სიახლეები და ეს მგონი ძალიან ლოგიკურია. პირველ რიგში გეტყვით, რომ ბრძოლები განახლებულია და სირიის ცენტრალური ხელისუფლების შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად უტევენ ქურთებს, რამდენიმე დასახლებული პუნქტი აქვთ დაკავებული, ჩვენ ამას თქვენთან ერთად ვნახავთ აუცილებლად რუკაზე. ხოლო მანამდე უნდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატების აქტიურობაც ჩანს, ერთი მხრივ სანქციებით ემუქრებიან სირიის ხელისუფლებას, მეორე მხრივ შეერთებული შტატების ესე იგი საჰაერო ძალები პირდაპირ იქ არიან და გარკვეულ ესე იგი სინათლის ბომბებს უშვებენ კონკრეტულად, ეს არ არის დამაზიანებელი არავის, მაგრამ ეს ჭურვები სინათლის შემცველი იმ მიზნით არის, რომ ესე იგი ანიშნონ სირიის ხელისუფლებას, რომ შეაჩერონ საკუთარი თავდასხმა ან ესე იგი შეტევა, რომელიც ამ დროს მიმდინარეობს. აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტსაც აქვს გაკეთებული რიგი მნიშვნელოვანი განცხადებები, მაგრამ ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადგილზე იმყოფებიან თურქეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფები, სპეცრაზმი, რომელიც სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით აქტიურად იღებს მონაწილეობას ბრძოლებში და ეს დასჭირდა სირიულ მხარეს აი ამ ბრძოლების შედეგად. გარდა ამისა, თურქეთის დრონებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას და ბომბავენ ქურთული სირიული დემოკრატიული ძალების შენაერთებს. ჩვენ თქვენთან ერთად ახლა ამას, რა თქმა უნდა, რუკაზე შევისწავლით. მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო და ანალიზი, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ახალი ვიდეოების და ანალიზების მომზადებისთვის დაწერეთ თქვენი კომენტარები, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, ჩართოთ შეტყობინებები არხზე, ან მხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დიდი მადლობა და გადავიდეთ რუკაზე. როგორც ხედავთ, ძვირფასო თანამემამულეებო, ეს არის სირიის რუკა, აქ არის აღნიშნული, დღეს არის 17 იანვარი 2026 წლის და მოდით სანამ დავიწყებთ სიტუაციაზე საუბარს კონკრეტულად რუკაზე, მანამდე კიდევ ერთხელ, ვისაც ეს ინფორმაცია არ აქვს და ვინც პირველად უყურებს შესაძლოა ჩვენს ანალიზს, შევატყობინოთ, რომ ეს მთლიანი ტერიტორია არის სირიის რუკა, სადაც მწვანედ არის აღნიშნული ის ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს სირიის ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ასევე აკონტროლებს დედაქალაქ დამასკოს და ეს არის აჰმედ ალ-შარაას ხელისუფლება, რომელიც არის პროთურქული, რბილად რომ ვთქვათ, ან ვიღაცები მას უწოდებენ კონკრეტულად თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ხელისუფლებას, რაც ასევე შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ იდლიბის დეესკალაციის ზონიდან, აქეთ იყო იდლიბი, განხორციელდა ეს ქმედებები და აქედან აქტიურად ერთი წლის წინ დაახლოებით დაიკავეს ეს ტერიტორია. აქეთ სამხრეთში ორი რაიონი მდებარეობს, ერთი არის ჰოლანის მაღლობლები მკვეთრი ლურჯით რომ არის აღნიშნული, რომელიც ისრაელის დიდი ხანია კონტროლის ქვეშ არის, 10 წლეულებია ზოგადად. და აღიარებული არის შეერთებული შტატების მიერ, კერძოდ პრეზიდენტ ტრამპის მიერ, როგორც ისრაელის ტერიტორიის ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი, აი რომელსაც ხედავთ, ლურჯად, ეს არის ბუფერული ზონა, რომელიც ისრაელმა კონტროლის ქვეშ აიღო იმის შემდეგ, რაც აი ამ ტერიტორიებზე
ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ჯარმა დატოვა ეს ტერიტორიები და იმისთვის რომ არ ყოფილიყო დამძაბულობა ისრაელმა ეს აიღო კონტროლის ქვეშ და ჯერ კიდევ აქვს კონტროლის ქვეშ, რადგანაც გარკვეულწილად რომ ვთქვათ, რბილად ასევე დამასკოს ხელისუფლება მიდრეკილი არ არის ისრაელთან ურთიერთობების დალაგებაზე და ეს გამომდინარეობს ერთი მარტივი მიზეზიდან. დამასკოს დღევანდელი ხელისუფლება, მათ შორის მისი ლიდერი აჰმედ ალ-შარა არიან არათუ ყოფილი, არამედ მოქმედი ისლამისტები, ანუ ტერორისტული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, თავის დროზე ალ-კაიდას წარმომადგენელი იყო აჰმედ ალ-შარა, შემდეგ ჰაიათ ტაჰრիր ალ-შამის წარმომადგენელი იყო და ასე შემდეგ. მოკლედ რიგი სახელები არის თქვა, მოკლედ ალბათ YouTube-ის ეთერში ამჯობებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სხვადასხვა ასეთი ორგანიზაციის წევრი იყო და მათი იდეოლოგია, რა თქმა უნდა, არის რადიკალური, ბაშარ ალ-ასადზე გაცილებით რადიკალური. ბაშარ ალ-ასადი უბრალოდ იყო ირანული და რუსული შიიტური ღერძის, ასე ვთქვათ, ალავიტები, ვინც შიიტებთან ერთად არიან ამ ღერძის წარმომადგენელი და ისედაც უმცირესობა იყო სირიაში და უმრავლესობას არ მოსწონდა ბუნებრივად, რომ უმცირესობა მართავდა. ეხლა არიან ხელისუფლებაში სუნიტები და ისლამის მხრივ პოლიტიკური ისლამის მიმართულებით საკმაოდ რადიკალურები. ამიტომაც ეს ისრაელთან ურთიერთობა ალაგდება. ასევე არის მეორე რაიონი დრუზების, სადაც გარკვეული ავტონომია არის de facto, არანაირი ესე იგი აქ ავტონომიურობა კანონის ძალით, ანუ იურიდიული de jure არ არსებობს. de facto ამ ავტონომიას პრინციპში მხარს უჭერს გარკვეულწილად ისრაელი, იმიტომ რომ აქ დრუზები რომ ცხოვრობენ, ჰოლანის მაღლობლებზეც ცხოვრობენ ეს დრუზები. და ეს დრუზები ითხოვენ ისრაელისგან, რომ საკუთარ ნათესავებს პირდაპირ გაგებით ოღონდ, ანუ არის ოჯახები, რომელიც ნაწილი აქ ცხოვრობს და ნაწილი აქ ცხოვრობს მაგალითად და ხარი დაუჭირონ. მოკლედ ეს არის სამხრეთში მდგომარეობა და ეხლა გადავიდეთ, სადაც ჩვენ გვაინტერესებს ჩრდილოეთში. ყვითლად არის აღნიშნული ტერიტორიები, რომელიც იმყოფება სირიის დემოკრატიული ძალების, ან მოკლედ SDF-ი, Syrian Democratic Forces, მათი კონტროლის ქვეშ. სირიული დემოკრატიული ძალები არიან ქურთული ძალები მეტწილად და რეალურად, რომლებიც ხარდაჭერილი არიან და იყვნენ შეერთებული შტატების და საერთაშორისო კოალიციის, ასეთი ტერმინი არსებობს. ეს კოალიცია ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობს ძირითადად და ეს კოალიცია ებრძოდა სწორედ ისლამურ სახელმწიფო ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელსაც ჰქონდა ცენტრალური ნაწილი სირიის დაკავებული, როდესაც ესე იგი ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ეს დამხობის პროცესი მიმდინარეობდა, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, მოკლედ იმდენი რამე მიმდინარეობდა სირიაში, რომ ზუსტი სახელწოდებაც რთულია რომ მოუძებნო ამ საკმაოდ დიდი ხნის პერიოდში, პრაქტიკულად 2011 არაბული გაზაფხულიდან დაიწყო რეალურად და გრძელდებოდა აგერ და დღემდე გრძელდება 14 წელია ეს ვითარება. ახლა ქურთების ძალების მიმართულებით წინა ანალიზი გთხოვთ რომ აუცილებლად ნახოთ და მე მივუთითებ ამ ვიდეოს აღწერაში და შეძლებთ რომ ნახოთ, იმიტომ რომ ლოგიკური გაგრძელება არის და ყველაფერს ვერ გავიმეორებ. ალეპოში, სადაც იყო მნიშვნელოვანი ბრძოლები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ რაიონში, ხედავთ თქვენ შეიქ მაქსუდის ნაწილში, მთლიანად ეხლა შეიქ მაქსუდი იმყოფება სირიის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლ ქვეშ და შემდგომ უკვე გახსოვთ რომ დეირ ჰაფირი აგერ აქ რომ წავიდეთ რეალურად გუშინდელი მდგომარეობით, აგერ გუშინდელი მდგომარეობა, შორს რომ არ წავიდეთ დეირ ჰაფირის მდგომარეობა, ხედავთ რომ იმყოფება ასევე ყვითლად კონტროლის ქვეშ და შემდეგ მასკანაც და უკვე აქამდე ეს რაიონი და ალ-რაკა. ეხლა ჩვენ ბრუნდებით დღევანდელ რეალობაში, რადგანაც მე როგორც პროგნოზიც გავაკეთე ზუსტად, მოხდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ დეირ ჰაფირის მასკანას და შემდეგ უკვე ალ-ტაჰავრას მიმართულებით მთავარი იერიში. და ეს იყო განპირობებული იმით, რომ გეოგრაფიულად, სტრატეგიულად ამის განხორციელება არის საკმაოდ მარტივი. ეს გამომდინარეობდა იქედან, რომ ეს ყველაფერი მდებარეობს მდინარე ეფრატის მარჯვენა სანაპიროზე, აგერ ხედავთ მდინარე ეფრატს, რომელიც სირიის ცენტრალურ ძალებს და ქურთულ ძალებს ყოფს ერთმანეთისგან, გარდა აი ამ ნაწილებისა, სადაც ოდნავ არიან შემოსული, ხედავთ ამ ნაწილში და ასევე ამ ნაწილში 2-3 დღის წინ ასევე მცირეოდენით წინ წამოვიდნენ აი ამ ბრძოლების შედეგად, თუმცა ეს უმნიშვნელო არის რეალურად
და ჩვენ ვხედავთ აი ამ ბრძოლებს. ზოგადად მინდა განახოთ დაახლოებით კადრები, რომ გვესმოდეს რა ტიპის ვითარება იყო შექმნილი მასკანას მიმართულებით და დეირ ჰაფირის მიმართულებით. ხედავთ, ტანკებიც კი არის, ტანკებიც მოძრაობენ, სხვა ჯავშან ტექნიკაც და ეს საკმაოდ ინტენსიური მდგომარეობა იყო. ესე იგი, ცენტრალური ხელისუფლება 7 საათის წინ, ანუ თბილისის დროით დაახლოებით, ახლა არის 8 საათი და თბილისის დროით დაახლოებით, ესე იგი, პირველი საათისთვის განაცხადეს უკვე მასკანას კონტროლის ქვეშ, უკაცრავად დეირ ჰაფირის კონტროლის ქვეშ აღებაში. დეირ ჰაფირი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ბრძოლების გარეშე დათმეს, ესე იგი, ქურთულმა ძალებმა, თუმცა ბრძოლები მაინც იყო. და შემდგომ უკვე ხედავთ, რომ დეირ ჰაფირში ბრუნდებიან მოქალაქეები, ეს გადასროლა უცვლად მოხდა და ეგ ხედავთ სამხედრო ბაზა არის პრინციპში და ბაზას ტერიტორიაზე ეგრევე შევიდა ცენტრალური ხელისუფლების ჯარი. აქ არის გარკვეული კადრები ბაზიდან, როგორ ვითარებაში არის, რას აკონტროლებენ აქ და არაფერი განსაკუთრებული ჭურვები არის ხოლმე და ამას აჩვენებენ. და უნდა ვთქვათ, რომ შემდეგ უკვე მასკანაში შემოვიდნენ და ჩვენ ამასაც ხედავთ. საკმაოდ მოკლე აქ ვიდეო იყო, თუმცა მაინც ნახეთ განვითარება და უკვე მაგის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრძოლები ამ მომენტისთვის მიმდინარეობს დეპსი აფნანის მიმართულებით. აგერ დეპსი აფნანი, სადაც არიან განლაგებული, ხედავთ, ქურთული ძალები, აგერ SDF-ი აქ არის განლაგებული, აქეთ კი არის განლაგებული რეალურად ამ მომენტისთვის უკვე და შეჭრილი არიან დეპსი აფნანის მიმართულებით სირიის ცენტრალური ხელისუფლების ძალები. აქ უნდა გაჩვენოთ, ხედავთ 4 საათის წინ, ანუ თბილისის დროით დაახლოებით 4 საათზე, შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა აქ გამოუშვეს სპეციალური სინათლე, ეს არ არის დარტყმითი საშუალება და ამით ანიშნეს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ დეპსი აფნანის სამხრეთით, ან აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხედავთ, აი აქ მდინარე არის, მდინარე გადის, აი ამ მიმართულებით და აქ ხიდი არის რეალურად, რომ მეტი წინსვლა არ ქონდეთ. პარალელურად შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუ გააგრძელებს ცენტრალური ხელისუფლება აჰმედ ალ-შარაასი, ესე იგი, საკუთარ თავდასხმით ღონისძიებებს, მაშინ დააბრუნებენ სანქციებს სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ. აქ აღსანიშნავი არის, რომ ეს გამომდინარეობს იქედან, რომ შეერთებულ შტატებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები და სამოკავშირეო კავშირები ზოგადად სირიის დემოკრატიულ ძალებთან. შეგახსენებთ, რომ სირიის დემოკრატიული ძალები იყვნენ ის ძალები, ვინც აქტიურად ეხმარებოდა საერთაშორისო კოალიციას, რომელზეც ვისაუბრეთ, სადაც შედიან არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და რიგი სხვა ქვეყანა, ებრძოლონ ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს. ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო ამ მომენტისთვის საკმაოდ გააქტიურებული არის განსაკუთრებით აი ამ ტერიტორიებიდან სამხრეთის მიმართულებით და არის ინფორმაცია, რომ სირიის ცენტრალური ხელისუფლება როცა უტევს ქურთულ დემოკრატიულ აი ამ ძალებს, ასე ქვიათ, სირიის დემოკრატიული ძალები, ან ქურთული ძალები, მათ რიგებში არის ასევე ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. არაერთხელ დაფიქსირებულია ასევე ISIS-ის, როგორც მას ქვია ინგლისურად, დროშები ამ მიმართულებით, რომლებიც აქტიურად გამოიყენება და ესე იგი მანიშნებელია იმისა, რომ ეს თავდასხმა ასევე არის იდეოლოგიური. რა თქმა უნდა, არის ერთი მხრივ იდეოლოგიური, რადგანაც ცენტრალურ ხელისუფლებას, როგორც გითხარით, ჰაიატ ტაჰრილ ალ-შამის ყოფილ მეთაურებს, ანუ ასევე ტერორისტული ორგანიზაციის ისლამურ სახელმწიფოს აქვთ დიდი ხანია ქურთების მტრობა, ოღონდ ეს მტრობა პირდაპირ კავშირში არ არის თურქეთის მტრობასთან. თურქეთის მტრობა თუ უკავშირდება სეპარატისტულ გარკვეულ მიმართულებებს, კონკრეტულად ამ ტერორისტული დაჯგუფებების, რომლებიც მხარდაჭერილი არიან თურქეთის მიერ, მეტწილად, ნაწილობრივ, და ეს შეფასების საგანია, თუმცა არსებობს ასეთი შეფასებებიც მათ შორის და აჰმედ ალ-შარა რომ მხარდაჭერილია ფაქტია და რომელ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ფაქტია, ასე რომ კი ბატონო, ნათელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტერორისტულ ორგანიზაციების მიზანი არის
ქურთული დემოკრატიული ძალების, როგორც შეერთებული შტატების და გარკვეულწილად ისრაელის აქ მოკავშირის განეიტრალება. მათ შორის შეერთებული შტატები ძალიან შეწუხებული არის, რომ თუ მოხდება ამ ტერიტორიაზე კონტროლის ასე იგი დამყარება, ასე ვთქვათ, მაშინ ალ-ჰასაკაში მყოფი 9000 ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იქნებიან გათავისუფლებული და მაგის შედეგად პრაქტიკულად შეერთებულ შტატებს კიდევ უფრო დიდი საფრთხე ექნება აი ამ ტერორისტული დაჯგუფებისგან. რატომ იქნებიან გათავისუფლებული? იმიტომ რომ შეერთებული შტატები ხედავენ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას სირიის ცენტრალური ხელისუფლების და ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის. ეს თანამშრომლობა რაში გამოიხატება? გამოიხატება მათ შორის იმაში, რომ ჩვენ აქტიურად ვხედავთ აი სამხრეთის მიმართულებით შეტევას ამ ტერიტორიებზე, სწორედ ISIS-ის წევრების და კოორდინაცია ხდება. რამდენიმე დღის წინ ანალიზში მე გაჩვენეთ, რომ შეერთებულმა შტატებმა დარტყმები განახორციელეს ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის ძალებზე და ეს იყო იმისთვის, რომ მხარი დაეჭერათ, ესე იგი, ქურთული დემოკრატიული ძალებისთვის. ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ბრძოლები კონცენტრირებულია დეპსი აფგანის მიმართულებით. შეერთებული შტატების გაფრთხილება არის ნათელი, თუმცა მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ჩვენ ხედავთ, რომ ასევე სამხრეთიდანაც, აი ამ მიმართულებითანაც უტევენ დაახლოებით 3 საათის წინ ძალიან სერიოზულად ქურთულ დემოკრატიულ ძალებს ცენტრალური ხელისუფლების და სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის ძალები. შესაბამისად, საკითხი რჩება დაკავშირებული ალ-ტაჰაბრა აი ამ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტთან. კერძოდ, ხედავთ, რომ ალ-ტაჰაბრას შემდეგ აქ ხიდი არ არის, ესე იგი ჰიდროელექტროსადგური არის, შესაბამისად მისი აფეთქება არ გამოვა და უნდა ითქვას, რომ რეალურად ეს მაინც რთული გასავლელი იქნება და სავარაუდოდ აქ გაივლის შემდეგი საზღვარი და გადაინაცვლებენ ქურთული ძალები მარცხენა სანაპიროზე მდინარე ეფრატის. თუმცა ყველა ძალით სურთ მარჯვენა სანაპიროზეც ეს კონტროლი შეინარჩუნონ. და ხედავთ, რომ კონტროლი შემდგომ უკვე გრძელდება და მოდის უკვე აი აქ რამდენიმე ქალაქის მიმართულებით, მათ შორის ას-საბხა და შამრა და სხვა ალ-ხამისიას მიმართულებით. მადან რაც აქ არის, უკვე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის. აქ მნიშვნელოვანია, რომ ხიდები არ არსებობს, ხედავთ, ეს ხიდი განადგურებულია და აი აქაც ცოტა აქეთ რომ წამოვიდეთ, რაკა რომელიც საკმაოდ დიდი ქალაქია, აქაც ხიდი არ არსებობს. ანუ უნდა ვთქვათ, რომ რეალურად ერთადერთი ხიდი არის სუვეიდა ქაბირას და ალ-ტაჰაბრას მიმართულებით. სწორედ ამიტომ ცენტრალური ხელისუფლების ძალებს ახლა სურთ მოვიდნენ, მოუახლოვდნენ ალ-ტავრას და ძალიან აქტიურად გააკეთონ ეს. ამავდროულად შეერთებულ შტატებს გარკვეულწილად და ქურთებს სურს, რომ აქ ეს ალ-ტავრაც შეინარჩუნონ კონტროლის ქვეშ. ჩემი ანალიზი ამ მომენტისთვის შემდგომი არის და ზოგადად გეტყვით, რომ წინა ვიდეო რომ ნახოთ, პრაქტიკულად ანალიზი ზუსტია 100%-ით, რაც გითხარით, რომ აუცილებლად სწორედ დეირ ჰაფირის და მასკანას დაკავება არის გარდაუვალი, სტრატეგიულად მარტივი და ლოგიკური, მაგრამ მე ასევე ვამბობდი, რომ ალ-ტაჰავრას მიმართულებით სულ მცირე მივლენ და შემდეგ გაჩერდებიან და შემდეგ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება თურქეთის ფაქტორზე. ეხლა უკვე გეტყვით, რომ არის ოფიციალური ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, რომ თურქეთის სპეცდანაყოფები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქურთების წინააღმდეგ აქ ბრძოლებში, ანუ საუბარია თურქულ სპეცრაზმზე, მათ შემადგენლობაში. რატომ? იმიტომ რომ თქვენ კადრებიც ნახეთ, წეღან ეს ძალები ძირითადად არიან სირიული ძალები და რომლებიც საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან იქედან გამომდინარე, რომ ესე ორგანიზებული ჯარიჯერ სტრუქტურა, ეფექტური სირიაში ნამდვილად არ არის. ერთი წელია სულ აჰმედ ალ-შარა ხელისუფლებაშია და ასეთ შემთხვევაში ერთი წელი არის ძალიან ცოტა ზოგადად, სახელმწიფო არ არსებობდა პრაქტიკულად, შეგვიძლია თქვა სირიაში. მეორე მხრივ, გასაგებია, რომ თურქული სპეცრაზმი არის ძალიან ეფექტური და შეუძლია ასეთ ადგილებში შედეგის დადება და სწორედ ამ მიზნით, როგორც ჩანს, სირიის ხელისუფლებამ მოიწვია თურქული სპეცრაზმი. ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ თურქეთის აქ მონაწილეობა ცხადია გამომდინარეობს მისი ინტერესებიდან, ეს არის
სირიაში ცენტრალური კონტროლის დამყარება, ანუ გარკვეულწილად ამ ქურთული ავტონომიის, თუნდაც de facto ავტონომიის, მაგრამ მისი გაუქმება, რასაც ჩვენ ვხედავთ აქ ყვითლად. და ამ მიმართულებით დღეს სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კერძოდ ალ-შარაამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ალაჰის წინაშე, ასე ვთქვათ, ციტატა არის მისი, ყველა ერი თანასწორია არაბი, ანუ სირიელი არაბები არიან, ქურთი თუ თურქი, ყველა თანასწორია, მთავარია შენ, ესე იგი, აი ამ ისლამის კონტექსტში შეხედა მოკლედ ამ საკითხს და ალაჰი გეტყვით, რომ არაბულად ნიშნავს ღმერთს, მაგრამ ცხადია, ეს ამ კონტექსტში ნიშნავს ისლამური გაგების ღმერთს და რელიგიას და შესაბამისად აცხადებდა იმას, რომ პრაქტიკულად ხედავს არა ეთნიკურ არაბულ ქვეყანას სირიაში, არამედ გარკვეულ რელიგიურ კონტურს ერთობლივი სახელმწიფოსი ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის. ზოგადად გეტყვით, რომ თურქული ხედვა ყოველთვის იყო ასეთი, სანამ ქემალისტები ააშენებდნენ ეთნიკურ სახელმწიფოს, თუმცა მერეც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ძალისხმევა არ დაიშურა და დაბრუნდა, ასე ვთქვათ, რაღაც კონტურებში ერთობლივი რელიგიური ტიპის ერთობის, რომელიც ეფუძნება ოსმალეთის იმპერიის იდეას ისლამის ქვეშ სხვადასხვა ერის ცხოვრების კონცეფციაზე. ამ მიმართულებით აჰმედ ალ-შარაამ დღეს განაცხადა, რომ ქურთებისთვის იქნება დაწესებული სპეციალური დღესასწაული, ასე იგი, ნოვრუზი, რომელიც იცით პრინციპში, რომ ძალიან ბევრი ეთნიკური ჯგუფისთვის არის ახლო, მათ შორის ქურთებისთვის, მათ შორის თურქული წარმოშობის ერებისთვის, თურქებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის განსაკუთრებით და სხვა განსაკუთრებით. და ეს ერთი ნაბიჯია, თუმცა ასევე ხელშეუწყობენ, რომ ენა შეისწავლონ სკოლებში, გარკვეული კულტურული უფლებები მისცა, ასე ვთქვათ, გარანტიები ამ მიმართულებით. ქურთული ძალების წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, თუმცა სრულიად არასაკმარისი და ეს შეტევები, რაც ახლა მიმდინარეობს და ბრძოლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ნათლად, ასე ვთქვათ, წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს ანტიქურთული ქმედებებისა და შესაბამისად ამას გაეცემა სათანადო პასუხი. ანუ ქურთები იმუქრებიან გააგრძელონ ბრძოლა და რეალურად მთავარი ბრძოლა ეხლა ჩემი აზრით, ერთი არის აი ეს მცირე მონაკვეთი, აქ სავარაუდოდ ამ საკითხს მარტივად მოაგვარებენ, შემდგომ არის მანბიჯის სამხრეთ აღმოსავლეთით აი ეს მცირე ნაწილი, სადაც ეხლახანს შევიდნენ და ვფიქრობ, რომ აქაც მარტივად მოაგვარებენ, მით უმეტეს, რომ აი აქედან 1 საათის სავალი არის 40 კილომეტრი ჯარის და ეს მარტივად მოსაგვარებელია ნამდვილად, თუმცა აი ეს პლაცდარმი რჩება ყველაზე რთულ რეგიონად და მე ახლა განახებთ, რომ აქ კონკრეტული რუკა გამოაქვეყნეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხედავთ მწვანეთი აქ არის აღნიშნული, ესე იგი აქ წერია დეირ ჰაფირი, მე არაბულიც ვიცი, და აქ წერია მასკანა და ასევე ტაპკა, ტაჰავრას ვამბობთ ინგლისურ ვარიანტში ეგრეთ წერია, თუმცა ესე იგი ტაპკა წერია არაბულ ვარიანტში. და აი ეს მთლიანად წითლად აღნიშნული ტერიტორია, რასაც აქ თქვენ ხედავთ, ეს არის ტერიტორია, რომელიც ამ მომენტისთვის მდებარეობს და არის ეფექტური კონტროლის ქვეშ სირიული ძალების და შესაბამისად ცენტრალური ხელისუფლება აპირებს ამ მიმართულებით შეტევას. ამ მომენტში აქედან უტევენ და სამხრეთიდან უტევენ ძალიან აქტიურად და მთლიანად ტაპკას მიმართულებით აპირებენ ძალისხმევა, როგორც ხედავთ, ამბიციები აქვთ შეზღუდული, ეს არის ქალაქი რაკკა, ამბიციები აქვს შეზღუდული და ზუსტად იქ გადის ამბიციები, ანუ აქეთ ნაპირზე, რაზეც მე თქვენთან ერთად წინა ანალიზშიც პროგნოზი გავაკეთე და პროგნოზი გამართლა, რაც არის ზოგადად კარგი ჩვენი არხისთვის, ნიშნავს, რომ არხი ეფექტურად, ხარისხიანად მუშაობს და ეს არის ჩემი პრიორიტეტი. ამ მომენტისთვის მე ვფიქრობ, რომ რეალურად ეს განვითარება დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე, კერძოდ შეძლებენ თუ არა დაარწმუნონ ცენტრალური ხელისუფლება და თურქეთი, რომ ალტ-ტავრა ან ტაპკა არ დაიკავონ და ეს ტერიტორია პლაცდარმი დატოვონ, სავარაუდოდ ვერ,
რაც არ უნდა აქ იაქტიურონ შეერთებულმა შტატებმა, ვფიქრობ რომ თვითონაც მიხვდებიან მარტივად რომ სტრატეგიულად აი ამ ნაწილის კონტროლი გაუჭირდებათ ქურთულ ძალებს და სავარაუდოდ ყველაზე ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს სუვეიდა ქაბირას მიმართულებით უკან წასვლა და ამ ტერიტორიის ნაწილის გადაცემა, თუმცა ეს უბრალოდ პრობლემას შექმნის კიდევ ერთ მიმართულებით, რომ რაქასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდებიან აქეთან ფლანგზე მდინარის ეს ძალები. მართალია ვერ გადავლენ, თუმცა დაბომბვა, სროლა და ასე შემდეგ შესაძლებელია. გეტყვით, რომ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის დეირ ჰაფიდის და მასკანას მიმართულებით კონკრეტულად და ეს არის ფაქტი, თურქეთი იყენებს თავის დრონებს, მათ შორის ბაირაქტარ TB2-ის და ბაირაქტარ აკინჩის ნაირსახეობას დრონების, ანუ აქტიურად ბომბავს ქურთულ ძალებს და სპეცრასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, ქურთებმა ეს ამით ძალიან უკმაყოფილო არიან და ზოგადად პირდაპირ საუბრობენ სწორედ თურქულ საფრთხეზე და თურქეთთან დაპირისპირებაზე. ამ მომენტისთვის მთავარი საკითხი დგას ალ-ტავრასი, დათმობენ თუ არ დათმობენ შეერთებული შტატები რას გააკეთებს, იმიტომ რომ ერთი მხრივ ცაში არის კონკრეტულად და ფაქტია რომ იქ იმუქრება გარკვეულწილად შეერთებული შტატები ქმედებებით და შემდგომი საკითხი უკავშირდება იმას, რომ სანქციები შეიძლება დაუწესონ, ანუ აღადგინონ სირიის წინააღმდეგ სანქციები, ეს დიდი დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ეკონომიკა ძლივს მოდის აზერზე სირიის და სანქციები იქნებოდა სერიოზული პრობლემა. შესაბამისად, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს, რომელიც განვითარდება სწორედ აი ატაპკას მიმართულებით ახლა და საინტერესო არის ნამდვილად რა ტიპის განვითარება მოყვება ამას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ თქვენ დაგაინტერესათ ამ ვიდეომ და ბევრი მთხოვდა ამ ვიდეოს გაკეთებას და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს დაინტერესებდა, გთხოვთ რომ ეს დაწეროთ კომენტარებში, შეგიძლიათ გააზიაროთ ვიდეო, აუცილებლად ესე იგი შეუერთდით არხს, ჩართეთ შეტყობინებები და დაალაიქეთ ეს ვიდეო, ამით დაეხმარებით ჩვენი საქმიანობის და არხის შემდგომ განვითარებას. დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.